მირეი კამარიზა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერია. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის მარტივი, თუმცა ეფექტური ტესტი შეიმუშავა. შაქრის საფუძვლის ფხვნილი და წყალი პაციენტის სისხლის ან ლორწოს ნიმუშთან შერეული. რამდენიმე საათში განსაზღვრავს ორგანიზმში ბაქტერიების არსებობას, რომელიც ფილტვების მომაკვდინებელ დაავადებას იწვევს. იდეის საფუძველი მდგომარეობდა იმაში, რომ ავიღოთ ის რისი შთანთქმაც უყვარს ბაქტერიას, ამ შემთხვევაში შაქრის, და შიგნით ბიოსენსორი მოვათავსოთ, რამაც იმოქმედა. ტუბერკულოზის არსებულ ტესტებს მრავალი ნაკლი აქვს. დამუშავებას შეიძლება კვირები დაჭირდეს, მაგალითად, როგორც განთესვის ტესტი. ხშირად მცდარ შედეგს აჩვენებს, როგორც ნაცხის ანალიზი. ან ძვირია, როგორც მოლეკულარული ცდა, ამბობს ტრეისი ჯონსონი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სიცოცხლის შესახებ ფაკულტეტის დეკანი. კამარიზამ ძალზედ ნათელი ბიოსენსორული საღებავი შეიმუშავა, რომლის დანახვა ჩვეულებრივ მიკროსკოპშიც კი შეიძლება, რომელიც საველე კლინიკებში გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უგანდა. ის, რომ ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ასეთ პირობებშიც კი შეიძლება, არის რევოლუციური. კამარიზა ამატებს, რომ მისი ცდა ასევე აჩვენებს იმას, თუ რამდენად აქტიურია ბაქტერია, რაც დაავადების ინფიცირების ძალის დონეს აჩვენებს. ასევე სწრაფად შეიძლება გაირკვეს ეფექტურია თუ არა დანიშნული მკურნალობა. ამას გარდა ტესტი იაფია. ეს ფხვნილი იაფია. თუ დიდი მოცულობით იწარმოება, მაშინ ტესტი $1 ნაკლები ეღირება. ელემენტარული ქიმიაა. ჯანმოს თანახმად 2022 წელს ტუბერკულოზისგან 1,3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კამარიზა იმედოვნებს, რომ მისი ტესტი ამ რიცხვის შემცირებას შეძლებს. ამატებს, რომ ეს ტესტი არა მხოლოდ ღარიბ აფრიკულ ქვეყნებს გამოადგება, ასევე კალიფორნიასაც, სადაც შტატის დეპარტამენტი განგაშს ტეხს ტუბერკულოზის შემთხვევების ზრდის გამო. Евгения Дюло, Андрей Деркач, специально для программы «Детали».